Lița, mamisata, dadzisata, dadzmenisa, sulisata. Azi da maraდის და უკუნთი უკუნისამდე ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. უდიდესი დღესასწაულია, უდიდესი სიხარულია კაცობრიობისადმი. ჩვენს გარშემო არის უმშვენიერი სამყარო. მთელი სამყარო არის საოცრება, ნამდვილად საოცრება, მისი სილამაზი, ძღვებით, მთებით, ადამიანებით, რა ყველაფერი ეს არის მთელს კოსმოსში არის უდიდესი სილამაზე და უდიდესი სიბრძნით შექმნილი ღვთისა, მაგრამ მთელი ეს კოსმოსი, მთელი ეს მისი ბრწყინვალება ფერმკრთალდება ერთ ბეთლემის გამოქვაბულთან და მასში ბაგაში მიწვენილ ყრმასთან. რადგან ამას დიდი საოცრება სამყაროში არ არსებობს. რადგან ღმერთი, ყოვლისამყრობელი, შემოქმედი, ყოვლისშემძლებელი იშვა როგორც ღატაკი, უსახკარო, იშვა ადამიანთათვის და ადამიანის ცხონებისათვის. უდიდეს გაკვეთილს გვიტარებს ღმერთი, ადამიანი დაეცა ამ პარტავნებით, ყველაფერი ქონდა ადამიანს, ღმერთთან სიახლოვე ქონდა მადლი და წყალობა, ხილული სამყაროს მეფე იყო ადამიანი, ყველაფერს ბრძანებლობდა, დაეცა ამ პარტავნებით ადამიანი და მთელი სამყაროს მონა გახდა. კი გონია ადამიანს, რომ თვითონ მართავს ამ სამყაროს, მაგრამ არის მონა ამ სამყაროს, რადგან ყველაფერი ძლავრობს მასზე. და ყველაფერი იმიტომაც არის ადამიანში ამ უზარმაზარი ქაოსი, უზარმაზარი შფოთი და უზარმაზარი სასწორკვეთილება. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც შეიქმნა, რათა უფლობდეს ყველაფერს, რათა იყოს მეფე ყველაფრისა, გახდა მონა ყველაფრისა. ყველაფერს მონებრ ემორჩილება ადამიანი. ადამიანმა დაკარგა ყველაზე მთავარი, წარმოიდგინეთ, ღირებულებათა შკალა. ყველაზე მთავარია ღმერთი, მისი სიყვარული და ღმერთი და მისი სიყვარული ყველაზე ბოლო ეს შკალა გადმოატრიალა ადამიანმა და ქმნილი, ამქვეყნიური, ქვინილი გააღმერთა. რატო არის დღეს ადამიანი უბედური? იმიტომ რომ აი შკალა გადმობრუნებული ადამიანს. და ვერაფრით ვერ აღადგენს აი ღირებულებათა შკალა. თუ ადამიანი ღირებულებათა შკალით არ ცხოვრობს, ესე იგი ადამიანი არის ქაოსში, უწესრიგობაში. უწესრიგობის მამა არის დემონი და წესრიგის არის ღმერთი. თუ ვერ აღადგინე წესრიგი გარეგნული არჩინაგანი გექნება და თუ კი უწესრიგობით ცხოვრებ, ადამიანი არ გიშველის არაფერს ადამიანს, არც რელიგია, არც არაფერი არ გიშველის ადამიანს, თუ ეს წესრიგი არ აღდგა ადამიანში შიგნით და ეს წესრიგი აღდგება ამით, როდესაც ადამიანი პირველ ადგილზე დააყენებს ღმერთს. ამ პარტავნება შემოსურა ღმერთმა, მაგრამ ნახეთ, რას გვასწავლის უდიდეს საიდუმლოებას გვიმხელს დღეს ღმერთი. სიმდაბლე, მონი ხატისა შეიმოსა, მონი ხატისა. მას, ვისაც ემსახურებოდნენ ცანი, ცათანი, ანგელოზ და დასნი და მთელი სამყარო, ის გახდა, წარმოიდგინეთ, უსახკარო, რომელსაც თავშესაფარიც კი არ ქონდა ბეთლემში, რომელიც ბაგაში მიიწვინა, ლოგინიც კი არ ქონდა ამისთვის, რომელმაც ფაქტიურად ხელმომჭირებელში გაატარა ცხოვრება, ჩვეულებრივ ადამიანთა მეფე, ყოვლისამყრობელი, მსახურობდა ადამიან ხელით მუშაობდა და ამით ირჩენდა თავს, მთელი ცხოვრება იყო დევნილი და ბოლოს ცხოვრება ჯვარცმი დაასრულა. და ეს არის მაგალითი სიმდაბლისა. ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა მუდმივად ეცადოს დაიმდაბლოს საკუთარი თავი, რადგან თუ სიმდაბლე არ ექნება ადამიანს, თუ სიმდაბლით არ შეიმოსება, პავლე მოციქული ამბობს, სიმდაბლე არის სამოსელი ღვთაებისა. ღვთაების სამოსელიაო. თუ სიმდაბლით არ ექნება წილი ღმერთთან საერთოდ ადამიანს. მიუხედავად მისი გარეგნული მსახურებისა.
რამდენიც გინდა, თუ გინდა ბიზანტიური მსახურება კონდეს და ათონური მსახურება კონდეს, თუ არ შეიმოსა ეს ღვთაებრივი სიმდაბლე, სახარებისეული, ქრისტეს მიერი სიმდაბლე, მას არ აქვს წილი ღმერთთან. დღეს რა თქმა უნდა შობის დღესასწაულის ვართ მოცული ყველა მაცხოვრის განხორციელებული შემდეგ მთელი კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად. ადამიანები, რომლებიც მსახურებენ ახალ შობილს ქრისტეს და ადამიანები, რომლებიც უგულებელს ყვეს ის. და აი ამ ადამიანებში, რომლებიც მსახურებდნენ ქრისტეს, დღეს ეკლესიამ გამოარჩია სამი უდიდესი წმინდანი. სამი ახლობელი ადამიანი ქრისტე მაცხოვრისა, უახლოელებს ეს არის იოსებ დამწინდელი, ეს არის დავით მეფსალმუნე და იაკობ ძმა უფლისა. საოცარი ადამიანი, საოცარი მართალია იოსებ დამწინდელი, როგორ ემსახურება, ნახეთ მაცხოვარს და როგორი სიმდაბლითაა დამალულია, ფაქტურად დაფარულია, ერთ ადგილზეა მარტო სახარებაში ხსენება მისი. და როგორ დაფარულია მისი მსახურება. მას ხელში აყავდა ყრმა, ის უცვლიდა სახვევლეს, ის იფარავდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დღეს ამდენჯერ უბრძანა ანგელოზმა, რომ წაიყვანა, ხომ გაეცილებინა ჰეროდეს ეგვიპტეში, ეგვიპტიდან დააბრუნა, წარმოიდგინეთ როგორი გამოცხადება, როგორ უბრალოდ, როგორ თანდაბლურად ემსახურება ღვთის სიტყვას. არაფრად არ შეურაცხყოფ საკუთარ თავს, მისთვის ღვთის სიტყვაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მისთვის მნიშვნელოვანია ყრმა ქრისტე და არა საკუთარი პიროვნება და საკუთარი პერსონალიზაცია. და ამით მაგალით გვაძლევს იოსებ დამწინდელი, მაგალით გვაძლევს აი ამ ასეთი თამდაბლული თავგანწირული მსახურებისა ყრმა იესოსად, უფლისად, ქრისტე იესოსად. ასევე ის არის დიდი წმინდა, დიდი მფარველი ოჯახებისა. ოჯახის სიწმინდისათვის, ოჯახის კეთილდღეობისათვის პირველ რიგში ევედრებიან იოსებ დამწინდელს, იმიტომ რომ ის იყო მფარველი ამ წმინდა ოჯახის. ხორციელი მფარველი იყო ამ წმინდა ოჯახის, სანამ ჭირდებოდა მაცხოვარს ხელშეწყობა. დავით მეფსალმუნე ერთ-ერთი საოცარი ადამიანი არის დედამიწაზე, ვინც კი დაბადებულა, ერთ-ერთი საოცარი არის, ეს არის მისი ფსალმონში ჩანს. ესეთი რამ კაცო ადამიანთაგან არავის არ შეუქმნია, ასეთი დიდია დავით მეფსალმუნე. ასეთი დიდი ადამიანია. და ის რა თქმა უნდა უმთავრესად მისი მსახურება არის წინასწარმეტყველური, ის წინასწარმეტყველებს, ყველაზე მეტი წინასწარმეტყველება ქრისტეს შობაზე, მესიის მოსვლაზე დავით მეფსალმუნეს აქვს. დავით მეფსალმუნე და ესაა წინასწარმეტყველს. მაგრამ აი დავით მეფსალმუნეს აქვს ყველაზე მეტი წინასწარმეტყველება. სიტყვით წინასწარმეტყველებით ემსახურა. დავით მეფსალმუნის მსახურება, ასევე მისი სულიერი გაკვეთილი ჩვენ და მე არის, ეს არის სიმდაბლე და სინანული. დაეცა უდიდესი დაცემით, მაგრამ აღდგა დავით მეფსალმუნე და ისევ შეიმოსა სულიწმენდის მადლი. საოცარია მისი ფსალმუნი, მაგრამ ყველაზე საოცრება არის, რა თქმა უნდა, 50-ე ფსალმუნი. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი საოცრება მისი ფსალმუნებიდან, სადაც დავით მეფსალმუნის სწავლებით არა გარეგნული მოღვაწეობა აცხონებს ადამიანს, არამედ შინაგანი. გარეგნულად რასაც არ უნდა აკეთებდე, შინაგანით აფასებს ღმერთი ადამიანს. რაც გაქვს შიგნით, ისეთია ღმერთის დამოკიდებულება და ისეთი ხარ შენ. ამიტომ ამბობს ის, გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმეახლე გვამსა ჩემს. წმინდა გული და სული წრფელი არის შინაგანის სამყაროს. აი ეს არის შინაგანი წესრიგი. ამ წესრიგს თორსა მოიპოვებს ადამიანი, მაშინ აქვს მას სიმტკიცე და ის ძლიერება, რომელიც ღვთისმსახურება აძლევს ადამიანს. აი შინაგანი წესრიგი. შინაგანი წესრიგი, რომელიც მოდის მორჩილებით, ღვთის კადონის, ღვთის ზნეობრივი ცხოვრების მორჩილებით მოდის. და ძმა უფლისა
ეს არის მესამე მსახურება, ჯერ ერთი ფიზიკურად მსახურებდა ეგვიპტეში, გარდამოცვება გვეუბნება, რომ ეგვიპტეში წაყვაო იოსებსო, იაკობიო და იქ ეხმარებოდაო ოჯახს, სამწმინდა ოჯახს, მსახურება. მაგრამ ყველაზე დიდი მსახურება მაინც იაკობ მოციქულის ეს არის ლიტურგია, ღვთისმსახურება. ღვთისმსახურება, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ქრისტესი არის ლიტურგიაზე არის. მთელი მისი ცხოვრება. ეს არის თავიდან განახლება მისი ცხოვრება. ყოველი ლიტურგია არის მოხსენება უფლის ცხოვრებისა. ამიტომ ის არის პირველი შემოქმედი. იაკობის წირვა იყო პირველი წირვა. და შემდეგ იონე ოქროპირმა და ბასილი დიდიმ შემდეგ თქვა იქიდან გამომდინარე დაამყარეს. ამიტომ ყველაზე დიდი მსახურება დედამიწაზე ეხლა არის ღვთისმსახურებით, ლიტურგიით, ევქარისტიით მსახურება ღმერთისა. არაფერი კეთილი საქმე არ უშველის ადამიანს თუ არ შეეთვისა ლიტურგიას. თუ ლიტურგია არ გახდა მისთვის შინაური, თუ არ შეეთვისა მისი გონებით, გულით, თუ არ შეეთვისა ამას და თუ არ განეწმინდა მუდმივად ამ ლიტურგიით. ყველაზე დიდი მსახურებაა და ამის პირველი შემოქმედი, რა თქმა უნდა, არის იაკობ ძმა უფლისა, ასევე ის იყო პირველი ეპისკოპოსი და ღვთის სიტყვის ქადაგებითაც. ღვთის სიტყვის ქადაგებაც არის ერთ-ერთი უდიდესი მსახურება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გააკურთხოთ, მოგცეს სამწმინდანების მადლი წყალობა და ჩვენც როგორც შეგვიძლია, რა ნიჭიც მოგცა ღმერთმა. ყველა სხვადასხვა ნიჭი ისევ ემსახუროთ ახალ შობილ ყრმას ჩვენი მსახურებით. ისევ ემსახუროთ, რადგან ის იშვა ჩვენში და ეს ხსოვნა ქრისტეს შობისა არასდროს არ უნდა წარიხოცოს ჩვენი ცნობიერებიდან, ჩვენი ხსოვნიდან. რამეთო კიდევ ვამბობ, ამაზე უფრო დიდი ადამიანისთვის და სამყაროში არ მოხდარა და არც მოხდება არასდროს. ღმერთმა დააგლოცოთ და ღმერთმა გააკურთხოთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველაფერს.